ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა ფაქისო მოჩეჩოკომ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მოჩეჩოკომ 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ამ ეტაპზე კონკრეტული ეჭვმიტანილები არ არსებობენ. მისი თქმით, გამოძიების წარმატების ჩატარებისთვის კონფლიქტის მხარეების თანამშრომლობა უმთავრესია. მოჩეჩოკოს განმარტებით სამხილების გარეშე ბრალი არავის წარედგინება. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა. მედიის წარმომადგენლები ამ პერიოდის განმავლობაში გამომძიებლების გადაღებისგან პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე თავს შეიკავებენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს გამოძიება არ ტარდება იმისთვის, რომ დაფიქსირდეს პოლიტიკური განსხვავებები, არც იმისთვის, რომ სტატუსი განისაზღვროს. მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ნათელი მოუფინოთ ყველა იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის კონფლიქტის დროს. ჩვენ ვიცნობთ იმ განცხადებას, რომელსაც რუსული მხარე აკეთებს, თუმცა გამოძიებას მაინც ვაგრძელებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ ისინიც ჩავრთოთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ასე გამოძიება უფრო რთული იქნება, თუმცა მას შემდეგ, რაც მოვაგროვებთ ყველა სამხედროს და დავამტკიცებთ, ვის რა დანაშაული მიუძღვის, ყველაფერს ნათელი მოეფინება. შინაგან საქმეთა მინისტრი ფრანკ სენატორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისას მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მღებრიშვილმა საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. ფრანგი სენატორების ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადება იყო. ფრანგ სენატორებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მოგეხსენებათ, საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს ორმხრივი შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ სამინისტროს პარიზში წარგზავნილი ყავს პოლიციის ატაშე, ამდენად ჩვენი თანამშრომლობა არის მჭიდრო და ნაყოფიერი, დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში გავეცანით იმ რეფორმებს, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება. პროგრესი აშკარად შესამჩნევია. ამან კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი არჩევანი, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მივიღეთ. დღეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ რამდენიმე ადგილიც მოვინახულე და ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ვნახე. შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ვესაუბრე. ვიმსჯელეთ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეულ პროგრესზეც. მინისტრისგან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მესიჯები მივიღეთ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფო ელჩს მარტინა ქვიკსუმას პინწლა. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს საკითხიც განიხილეს. მარტინა ქვიკმა საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს შევხვედროდი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, შემდეგ მთელი 3 დღის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიყავით მიუნხენის კონფერენციაზე და გარდა ოფიციალური შეხვედრისა, ისედაც ძალიან ბევრ თემაზე და მიმართულებაზე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, შვედეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ორმხრივად, მაგრამ გარდა ამისა, საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებში შვედეთთან, ფინეთთან და ავსტრალიასთან ერთად არის სწორედ ამ ქვეყნების რეჟიმში და კალათაში, ასე ვთქვათ, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი 4 ქვეყანა ერთობლივად ერთიანი სტრატეგიით და ერთიანი ტაქტიკით მოქმედებდეს. ჩვენ პრაქტიკულად იმავე მასშტაბის დახმარებას ვიღებთ შვედეთისგან, ფინეთისგან, რაც გვაქვს ნატოს წევრი ქვეყნებისგან, რომ ორმხრივ თანამშრომლობაში ბევრ ახალ მიმართულებაზე ვისაუბრეთ. JTEC-ის გუნდს შეუერთდება შვედი ოფიცერი. ამის დაპირება მივიღეთ მინისტრისგან, იგეგმება მისი ვიზიტი საქართველოში, ჩემი ვიზიტი სტოკჰოლმში და შესაბამისად მინისტრების შეხვედრის შემდგომი ვიზიტი იყო დღეს ქალბატონი ელჩის, რომ უკვე კონკრეტულად გაგვეწერა ის გეგმები და მიმართულებები, რაც ერთობლივად გვაქვს.
შვედეთი დიდი ხანია საქართველოსთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს. ასევე ვმუშაობთ ბევრ სხვა საკითხზე და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ მიმდინარე თემებზე. განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმებზე, ასევე ვარშავის სამიტისთვის მზადებისა და ევროკავშირში ვიზა ლიბერალიზაციის თემებზე. გსურს ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა იყოს ევროკავშირი უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში, როგორ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოს საქმიანობის შესახებ. ირაკლი ფირცხელავას და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშები იური ვაძაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილ დნმ-ის კლასს არ დაემთხვა. პორტების საქმეზე მსჯავრდებულ ფირცხელავას და ცააძის დნმ-ის ნიმუშები 29 იანვარს აუღეს. იური ვაძაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვს. ვაძაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. რუსთავი 2 საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. საქმე ეხება მოსამართლე ურთმელიძის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნას ტელეკომპანია რუსთავი 2-ში და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას. რუსთავი 2-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ნებისმიერ კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება ეძლევა. საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. მეორე ნაწილის გეიქვე პუნქტზე ამ შინაარსის ეკვეცით გასაჩივრებული გვაქვს და მიგვაჩნია რომ არის არაკონსტიტუციური, სწორედ იმ მიზეზების გამო რადგან უკვე ვისაუბრეთ მესამე ბოლო ამ ეკვე პუნქტთან დაკავშირებით, კერძოდ ის რომ შეიძლება მოხდეს ძალიან უხეში შეზღუდვა საკუთრების უფლებით, ისე რომ არანაირი საფრთხონე უზრუნველყოფის. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. თუ შეიძლება მოგებულ მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლო არ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, თუ შუამდგომლობის აღმრთელი მხარეების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ალაზნისპირა მიწების დამშრობის სისტემის რეაბილიტაცია გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის გუბერნატორთან და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან ლევან დვალთან ერთად ადგილზე გაეცნო. სამუშაოების პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დასრულდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა 3000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე დრენაჟის სერვისით ისარგებლებს. პროექტის ღირებულებამ 3 მილიონამდე ლარი შეადგინა. წელს კახეთის რეგიონში 15 სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება იგეგმება. პროგრამის ჯამური ღირებულება 13 მილიონამდე ლარია. მოგეხსენებათ, მელიორაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გაიწმინდა სრულად 6 კილომეტრიანი კოლექტორის არხი, სადრენაჟი არხი, შესაბამისად 3000 ჰექტრამდე მიწის ხელახალი დამუშავება იქნება შესაძლებელი და სულ მცირე 4 სოფელს მოემსახურება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების თანმიმდევრულად გაგრძელება. მოგესალმებით, ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გავასამაგოთ პრაქტიკულად ის მასივები, რომელიც არ არის წყალუზრუნველყოფილი და აუცილებელია წყლის მიყვანა, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია დამშრომის სამუშაოების სრულფასოვნად ჩატარება. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კახეთში თითითიცი არავის არ დაუკარებია იმისთვის, რომ სარწყავი სისტემები აღდგენილიყო, ან თუნდაც ის ტერიტორიები, რომელიც გამუდმებით იტბორებოდა, მისი რეაბილიტაცია ჩატარებულიყო. დღეს ჩვენ გვაქვს უკვე აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, მთლიანად მოუკიდეთ ხელი და მთლიანი რეაბილიტაცია მიდის როგორც სარწყავი სისტემების, ასევე იმ ტერიტორიების დაშრობის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პრაქტიკულად წყალში იყო და მოსახლეობა ვერ იყენებდა. ეს უმნიშვნელოვანესი არის რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს ფართობები იტყვის თავის სიტყვას მომავალში და აქ მოვა ძალიან უხვი მოსავალი. ძალიან კმაყოფილები ვართ. ისეთი საქმე გაკეთდა, რომ 1-4-5 წელი ამ არხს, რა ვიცი, სასწრაფოებრივი იქნება, რომ კიდე აიუსოს ისე, როგორც რომ იყოს ავსე.
შეერთებული შტატების ელჩი მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრს ესტუმრა. იან კელისა და დავით სერგენკოს შორის შეხვედრა ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერებინა და ვირუსის შემოწმება თავად გაიარა. მინისტრის თქმით, სისტემას მოძრავი მობილური ლაბორატორიის სახე აქვს, რომელიც საჭიროებისამებრ მძიმე პაციენტებს გადაუდებელ დახმარებასაც გაუწევს. ეს არის ესეთი ამბულატორია, რომელსაც რა ვიცი, მე თუ გვექნება საშუალება რომ დავათვალიეროთ, ეხლა მობილიზებული არის როგორც მოძრავი მობილური ლაბორატორია, სადაც შეიძლება სკრინინგული ტესტების ჩატარება. თუმცა ამითი ეს არის ესეთი მოდულარული სისტემა, რომელიც შეიძლება დაუშვათ 15-20 წუთის განმავლობაში გადაიქცეს გადაუდებელი დახმარების კლინიკად და ძიმე პაციენტების მიღებაც შეძლოს. ასევე არის რომ მოთავსდება განლაგდეს ისეთ ადგილას, სადაც მაგალითად საკურორტო სეზონზე ბევრი ხალხი არის შეკრებილი და იქ ეცადოს რომ განმუხტოს და გააუმჯობესოს სამედიცინო დახმარება. პლუს ვინც აქ იმუშავებს, მესამე ნაწილში იქეთ უკვე პატარა საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო არეალიც არის და ექიმები ვინც როტაციით ჩავლენ, შეიძლება რომ რაღაც კომფორტულად აქვე იყვნენ, ანუ 24/7 რეჟიმში იმუშავებს.